წინავების ისტორიები. ტექსტი ლესლი საიმსი, თარგმანი ქეთევან ჩიხრაძე. პირველი თავი, მაღლა ზეცაში. ადამიანები უძველესი დროიდან აკვირდებოდნენ ჩიტების ფრენას, ზოგიერთი ცდილობდა მათთვის მიებაძა. ბერძნული მითის მიხედვით, პირველად ჰაერში დედალოსი და იკაროსი აფრინდნენ. მას ბუმბულისა და ცვილის ფრთები გაუკეთებიათ, მაგრამ მზესთან ძალიან ახლოს მისულან და ორივე ძირს დანარცხებულა. ცნობილია, რომ 1487 წელს იტალიელმა გამომგონებელმა და გენიალურმა მხატვარმა ლეონარდო და ვინჩიმ პირველი საფრენი აპარატის გეგმა დახატა. ის დარწმუნებული იყო, რომ ამ აპარატით ხალხი იფრენდა. სამწუხაროდ ლეონარდო და ვინჩიმ ვერ შეძლო გეგმის განხორციელება. 20 წლის შემდეგ ერთმა კაცმა, რომელსაც ერქვა ჯონ დემიენი, გადაწყვიტა ჩიტებისთვის მიებაძა. მან ფრთების ფორმა დაამზადა. ბეჭებზე დაიმაგრა და კოშკის თავზე აძვრა. გაფრენით გაფრინდა, თუმცა არც ისე შორს, როგორც წინასწარ ჰქონდა განზრახული. დემიენმა ვერც საფრანგეთამდე ჩაღწია და ვერც მეზობელ სოფლამდე. ის იქვე ჩამოვარდა და თავის ზღინში თავით ჩაერჭა. ფრანგმა გამომგონებელმა კლემან ადერმა ღამურების მიბაზვა გადაწყვიტა. მან ღამურის უზარმაზარი ფრთების ფორმა შეკერა, ორთქლის ძრავა დაუყენა და ზურგზე მიიმაგრა. სამწუხაროდ ვერც ადერი გაფრინდა. დრო გადიოდა. ფრთის ფორმის მოწყობილობებს სულ უფრო ხშირად იყენებდნენ. ფრთებს ხან ველოსიპედებს უმაგრებდნენ, ხან ურმებს, თუმცა მიწას ვერავინ ასცდა. გამომგონებლები მალე მიხვდნენ, რომ მათი იდეის განხორციელებისთვის ველოსიპედი და ფრთები საკმარისი არ იყო, საჭირო იყო სპეციალური მანქანის შექმნა. 1850 წელს მეცნიერმა სერ ჯორჯ კეილიმ სწორედ ასეთი მანქანა გალაიდერი გამოიგონა. ის გორაკიდან ეშვებოდა და შემდეგ ქარის საშუალებით ჰაერში ადიოდა. სერ ჯორჯის ერთგული მოსამსახურე პირველი იყო, ვინც გალაიდერით იფრინა, თუმცა იმდენად შეშინდა, რომ მიწაზე დაშვებისთანავე სამსახურიდან წავიდა. ერთადერთი პრობლემა, რაც სერ ჯორჯის მოწყობილობას ჰქონდა, იყო ის, რომ იგი მხოლოდ ქარიან ამინდში დაფრინავდა. ფელიქს დიუ ტაპმა ახალი მოდელი შექმნა, მას ძრავა დაუმატა. და ის დაეშვა გორაკიდან, რათა სიჩქარე განევითარებინა და კიდევაც აფრინა, თუმცა მალევე უკან ჩამოვარდა. ძრავა ძალიან მძიმე იყო. მიუხედავად მრავალი უშედეგო მცდელობისა, გამომგონებლები ფარხმალს მაინც არ ყრიდნენ. მათ სწამდათ, რომ ერთ დღესაც ვინმე აუცილებლად გაფრინდებოდა. შემდეგ თავზე კი შემდეგ გადაცემაში გაიგებთ.